თითქოს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებმა გამოიყენეს კამიტი. თითქოს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როდესაც შეკრებების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ. თითქოს ქართული ოცნების ინტერესები რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია. თითქოს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობდა ძალადობრივი შეკრებების დაშლის შესახებ გადაწყვეტილებებში. ეს 4 მიზეზი შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე 15 იანვარს ჩამოთვალა და BBC-სგან ბოდიშებს დაელოდა, თუმცა უშედეგოდ. ბრიტანული მაუწყებელი ქიმიური იარაღის გამოყენების ვერსიასაც ძალაში ტოვებს, ოცნების პრორუსობაზე ეჭვსაც და არც ოლიგარქს თხოვს პატიებას იმის გამო, რომ მოქალაქეების მოწამვლის ინიციატორებს შორის ისიც ივარაუდა. რა არის დასამალი ამაში? დასამალი რომ არ არის, რატომ არ ამბობდით, რომ მოვიდა? გითხეთ და გითხარით, ჯერ რამდენიმე დღის წინ მოვიდა და გითხარით ამას, გეუბნებით რა არის. BBC-ს გადაწყვეტილებას ქართული ოცნება მალავდა. პაპუაშვილმა აღიარა, რომ მაუწყებლისგან პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღეს, თუმცა საზოგადოებას არაფერი უთხრეს და ალბათ არც ახლა გეგმავდნენ გასაჯაროვებას, რომ არა ტელეკომპანია ფორმულა. BBC-მ სწორედ ფორმულას დაუდასტურა, რომ ოცნების მოთხოვნა განიხილეს და არ დააკმაყოფილეს. საჩივრების განხილვის დადგენილი პროცესის შესაბამისად ვადასტურებთ, რომ მოსარჩელეს მათ კითხვებზე პასუხი უკვე გავეცით. ჩვენ მხარს უჭერთ BBC-ის დოკუმენტურ ფილმში, როდესაც წყალი გწვავს ბრძოლა საქართველოსთვის წარმოდგენილ ჟურნალისტიკას და ჩვენს დამოუკიდებელ საგამოძიებო ჟურნალისტიკას თბილისში მიმდინარე პროტესტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირების შესახებ. შესაბამისად ფილმის ადგილზე, ანუ ყველა იმ პლატფორმაზე რჩება, სადაც ის BBC-მ განათავსა. ოცნება მაუწყებლის შიდა მარეგულირებელ ორგანოში საგამოძიებო რეპორტაჟის წაშლასაც ითხოვდა. ახლა კი როცა პასუხად უარია, პარტიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ BBC-სთვის იქნება საზიანო, ანუ იმით, რომ საკუთარი ჟურნალისტების ნამუშევარი დანაშაულად არ შეაფასა, ბრიტანულმა მაუწყებელმა თავი უფრო მძიმე სასჯელისთვის გაიმეტა და არა მხოლოდ მაუწყებელმა, ივანიშვილის პარტია ბრიტანეთის სახელმწიფოსაც კი ემუქრება. თავარი არის ერთი რამე, რომ ისინი არიან მტყუანები, ჩვენ ვართ მართალი. ეს დადასტურდება და ხა მათ ხელში არ დადასტურდება, ეს თავიდანვე ცნობილია. რაც უფრო ესე ვთქვათ, გაძალიანდებიან, მით უფრო დააზიანებენ საკუთარ თავს, იმიტომ წინ არის სხვა პროცედურები, სადაც უფრო მეტად მოუწევთ შემდეგ პასუხისგება, ვიდრე აქამდე იყო, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს ჩათვლით, სადაც მოპასუხე იქნება უკვე ბრიტანეთის სახელმწიფო იქნება და სახელმწიფო დამარცხდება ქართულ ოცნებას. ეს რომ მხოლოდ პროპაგანდისტული გზავნილია, ამაში ეჭვი არ ეპარებათ საგამოძიებო რეპორტაჟის გმირებს, ანუ ადამიანებს, რომლებმაც ოცნების მხრიდან ძალადობა საკუთარ თავზე გამოსცადეს. ზვიად მაისაშვილი დარწმუნებულია, რომ BBC-ს შიდა მარეგულირებელში წაგებული დავა მხოლოდ პირველია და სადამდეც უნდა მიიყვანოს საქმე ქართულმა ოცნებამ. მას შედეგად მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გამოაშკარავება ელოდება. BBC-ს ფილმიც რაც დაიდო, იმის მერე სრულ ქაოსი ჩავარდა სისტემა, მათი არხებიც, პროპაგანდის მანქანებიც, იმდენად აჟიოტაჟი იყო ჩავარდნილი, რომ ესეთი მსგავსი რაღაც აქამდე არ ქონდა ნახი და უკვე ყველაფერი ცხადყოფდა იმას, რომ მათივე ქმედება სულ არაფერი არ გწონოდა ამ кейსის შესახებ, მათივე ქმედება უკვე ცხადყოფდა იმას, რომ იქ რაღაცა არ იყო ისე როგორც უნდა ყოფილიყო და ისინი არ იყვნენ მართლები. ოცნების ნებისმიერი დაპირისპირება BBC-სთან, რომ მარცხისთვისაა განწირული, ამაში დარწმუნებულია ოპოზიციაც. მთავარი არგუმენტი კი ქიმიური იარაღის საქმეზე ოცნების მიერვე ჩატარებული გამოძიება, რომელიც სუსმა 5 დღეში ისე დაასრულა, რომ ზოგიერთ შეკითხვაზე დაუსაბუთებელი პასუხის გაცემაც კი ვერ გაბედა. ანუ მაგალითად არაფერი უთქვამს იმაზე, რა ნივთიერებას იყენებდა დემონსტრანტების წინააღმდეგ 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ღამის ჩათვლით 2024 წელს. კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი კი ისაა, რომ პარტია BBC-ს მიერ გამოგზავნილი პასუხების დეტალურ შინაარსსაც არ ასაჯაროებს. არამხელს ქართული ოცნება ვინაიდან მიიღო პასუხები, ის რაც არ ესიამოვნა ქართულ ოცნებას, ეს არ იყო საჩივარი, ეს იყო კითხვები, რადგან გაეცა პასუხი BBC-სგან, BBC-მ დაიყრდნო ფაქტებს, მათ შორის იმ გამოძიებას, რაც ჩაატარა და ყავს წყაროები, რომელმაც მიაწოდეს მასალა, რომელსაც ჩვენ არ გვიხილავს ამ გამოძიების ვიდეოში, მაგრამ ისინი ფლობენ მასალას. რის საფუძველზეც ასკვნიან, რომ ეს იყო ქიმიური იარაღი, რაც გამოიყენა ქართულმა ოცნებამ. მე მთელი გულით მოუწოდებ ივანიშვილის შაპიტოს მონღოლ მეჯოგეს, რომ აუცილებლად უჩივლოს დიდ ბრიტანეთს გაერთიანებულ სამეფოს, აუცილებლად უჩივლოს და რაჩიცაც დაიჭერს ბოლოში ნახავს მისი ბოტოტა ხელებით. მას შემდეგ რაც BBC-ს შიდა
მარეგულირებელში დავა წააგო, ქართულ ოცნებას გადაწყვეტილების გასაჩივრება ისევ BBC-ში მოუწევს. ამის შემდეგ კი პროცესი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ უწყებაში გაგრძელდება. პარტია გვარწმუნებს, რომ სტრასბურგში ბრძოლისთვისაც კი მზადაა, თუმცა ამ ფონზე რეჟიმმა თანამშრომლობა EUTOS ექსპერტებთანაც კი ვერ გაბედა. მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი უკვე საქართველოშია და სხვა დანაშაულებთან ერთად ქიმიური იარაღის საქმის გამოძიებასაც გეგმავს.